კონფლიქტის შედეგად დაზარალებულები საზღვრისპირა და შიდა ქართლის სხვა სკოლის მოსწავლეები შემეცნებით კვირეულში ჩაერთნენ. კვირეული, რომელიც ახალგაზრდების სოციალურ ინტეგრაციას, დობის აღდგენის გაძლიერებას მოიცავს, ცენტრი აფხაზეთის ეგიდით 18 თებერვალს დაიწყო და დღეს დასრულდა. კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა კონკურსი ჩატარდა. გამარჯვებული სკოლები და მოსწავლეები კი პრიზებით დაჯილდოვდნენ. პროექტის ფარგლებში ცენტრ აფხაზეთის გრანტი 8 სკოლას გადაეცა. ცენტრმა აფხაზეთმა გორის მუნიციპალიტეტის 8 საჯარო სკოლა საჩუქრად გადასცა 10,000 ლარის ღირებულები, სხვადასხვა ტექნიკური აღჭურვილობა, ესენია კომპიუტერები, პროექტორები, ფოტოაპარატები, ასევე სხვადასხვა აღჭურვილობა ლაბორატორიებისათვის. ჩვენმა ორგანიზაციამ 8 სკოლასთან გააფორმა საგრანტო ხელშეკრულებები. აღნიშნული ხელშეკრულებები ითვალისწინებს ახალგაზრდებისათვის მცირე გრანტების გაცემას. გავაკეთეთ პროექტი, რომელიც დაგვიფინანსეს და გაიმარჯვა ჩვენმა პროექტმა და მის აღსანიშნავად დამადასტურებელი მოწმობა სერტიფიკატი გადმოგცეს. ეს პროექტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენც თვითონაც მივიღეთ გამოცდილება, ასევე დაეხმარა ბევრ ბავშვს გაწევრიანებული იყო იმ კლუბებში, რომელიც აფხაზეთმა დაარსა გორის რაიონების სკოლებში. პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებითა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის შემდეგი ეტაპი მარტის თვიდან დაიწყება და წლის ბოლომდე გაგრძელდება.